ანტონიო გრამში, მე მძულს ახალი წელი. ყოველდღიურად როდესაც ის საბურავ ქვეშ კვლავ ვიღვიძებ, გრძნობ რომ ჩემთვის ახალი წელია. აი რატომ მძულს ეს ახალი წლები, თავზე რომ გვატყდება დათქმული ვადებივით, რომლებიც სიცოცხლესა და ადამიანის სულს კომერციულ საწარმოოდ აქცევს. თავისი საბოლოო დაჯამებული ბალანსით და უფარავი ვალებითა და ახალი მართლობისთვის გაწერილი ბიუჯეტით. ისინი ცხოვრებისა და სულის უწყვეტობის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. ბოლოს სერიოზულად იწყებ ფიქრს, რომ გარდა სულსა და მომავალ წელს შორის არსებობს წყვეტა, რომ ახალი ისტორია იწყება. ისახავ ახალ გეგმებს, ნანო-ბრძოლების შეუსრულებლობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რა არის ზოგადად თარიღების უბედურება. ამბობენ ქრონოლოგია ისტორიის ხერხემალიაო, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს 4 ან 5 ფუნდამენტური თარიღი, რომელიც ყველა კეთილგონიერ ადამიანს ტვინში აქვს ჩაბეჭდილი და რომლებმაც ისტორიას ცუდი ოინები მოუწყვეს. ესენიც ახალი წლებია, რომის ისტორიის, შუა საუკუნეების ან თანამედროვე ეპოქის ახალი წლები. და ისინი იმდენად მომაბეზრებელნი და გამაქვავებელნი გახდნენ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს გამოუჭერთ ფიქრში თითქოს იტალიაში ცხოვრება 752 წელს დაიწყო, ხოლო 1490 ან 1492 წელი ჰგავს მთებს, რომელთა გადავლის შემდეგაც კაცობრიობა მოულოდნელად ახალ სამყაროში აღმოჩნდა და ახალ ცხოვრებაში შეაბიჯა. აი, რატომ მძულს ახალი წელი. მინდა ყოველი დილა ჩემთვის ახალი წელი იყოს. მინდა ყოველ დღე ჩავაბარო ანგარიში საკუთარ თავს და ყოველ დღე განვაახლო იგი. არანაირი დღე დასვენებისთვის. შესვენებებს მე თავად ვირჩევ, როცა ცხოვრების ინტენსივობით დაუთრები და მომინდება ცხოველურ საწყისში გადავეშვა, რათა მისგან ახალი ღონე გამოვიკრიბო. არავით არის სულიერი მედროვეობა. სურს ჩემი სიცოცხლის ყოველი საათი ახალი იყოს, თუმცა კი წარსულ საათებთან გადაჯაჭვული. არავით არის ადღესასწაულო დღე თავისი სავალდებულო კოლექტიური რიტმებით, რომელნიც უნდა გავიზიარო უცხო ადამიანებთან ერთად, რომელნიც საერთოდაც არ მატარდებენ. რადგან ჩვენი პაპები და მათი წინაპრები ზეიმობდნენ, ჩვენს თითქოს ვალდებულნი ვართ ზეიმის სურვილი ვიგრძნოთ. ეს გულისამრევია. სოციალიზმსაც ამ მიზეზით ველი, რადგან იგი სანაგვეზე მოისვრის ყველა იმ თარიღს, რომელთაც ჩვენს სულში არანაირი გამოძახილი არ გააჩნიათ. და თუ კი შექმნის სხვა თარიღებს, ისინი სულ მცირე, ჩვენივე იქნება და არა ისეთები, რომელთა მიღებაც ჩვენი ბრიყვი წინაპრებისგან უსიტყვოდ გვიწევს.